2012 წლამდე ვიყავით ქუჩაში და ვებრძოდით სააკაშვილის რეჟიმს. მართლა ვერ ვიფიქრებდი, რომ კიდე ქუჩაში მომიწევდა გამოსვლა და მომიწევდა შიშილობის გამოცხადა. მართლა ვერ ვიფიქრებდი რა. ჩვენი ქართული ოცნება არ ყოფილა რესპუბლიკური პარტიის ოცნების სახთენა. ეს უნდა უთხრათ დღეს ხელისუფლებას ჩვენ. ჩვენი ქართული ოცნება ბოლომდე უნდა დავიცვათ. ის თავისუფლება, საარჩევნო თავისუფლება, ადამიანის სიცოცხლის თავისუფლება, ის ღირებულებები, რომლითაც მოვიდა ეს ხელისუფლება, მაგრამ დაკარგდა სასწრაფოდ და დადამალდა. ორი ნაწილისაგან შედგება ეს მოთხოვნები, ნაწილი ამ მოთხოვნების აიხება თავდაცვის და გარემოსდაცვის მინისტრების გადაყენების მოთხოვნას, რომლებიც უშუალოდ აყალბებენ საგარეჯოში არჩევნებს და ეს ჩვენი თვალით ნახეთ. ჩვენი ხალხი არ არის იმის რომ რამეთქილა დავაბრალდა. არც ის ხალხი არ არის ვიღაცის გამარჯვება რომ მივიტაცოთ. ცხოვრებაში ბევრჯერ წამიგია და ჩემი წაგება მიღიარებია და გამარჯვებულისთვის ხელით ჩამომიხვევია, მაგრამ არ წაგდია მოვიდეთ. მოვიდეთ და რა უნდა დავუწყოთ. მეორე ნაწილი ჩვენი მოთხოვნების, რასაც დღეს თქვენთან ერთად შევთანხმდებით, რომ ეს არის აუცილებელი უკავშირდება ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. შევარდნილი ხელისუფლება ამბობს, რომ 2020 წლისთვის გავაკეთებო ამ ცვლილებებს. 2020 წლამდე თუ ის გააკეთეს, რაც საგარეჯოში გააკეთეს, მაშინ აზრი არ ქონია არაფერს და ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ისიც ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს, რაც ჩვენ არ მოგწონდა, რაც იყო მიუღებელი, დაუშვებელი, ყველა ის კანონობა, ყველა ეს რეპრესია, ამორჩევლის დატერორება, მოწყვეტა, გამგებლების ჩართვა არჩევნებში, სოფლის რწმუნები, მთელი თავრობა ის ჩავიდა, ეს ალათბილოები ესეზე. რაც უნდა ერთი კანდიდატის ხალხაჭერას მთელი თავრობის იქ ჩართვა. არჩევნები ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა მოვიგოთ ჩვენი გვარი დასახელები, ჩვენი გაკეთებული საქმეები და არა ვიღაცის გამო და ვიღაცის ხალხი დაგემყავს არჩევნები. და კი ნახეთ რაც არის. ამიტომ საარჩევნო თემატიკა იქნება მეორე ნაწილში და ეს მოთხოვნები კარგად მინდა რომ გავაცნობიეროთ ყველა. დღევანდელი აქციის იწყება საქართველოში ფართო მოძრაობა. ეს არ არის ერთჯერადი აქცია. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, ეს გაიგოთ ხელისუფლებამ. და მისთვის ჩვენ არ ვართ, რომ ეშკუტულებოდნენ სასურველი ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაში. აღარ არის მოჩაისა დაკავდა, აი ჩვენ ვართ ახლა და გამომივიდეთ, თუ მაგრები არიან. და ჩვენ ვართ ის მთავარი ოპოზიცია. ვის დაიკავა უკვე ეს ასილი დიდი ხანია, თუმცა აღიარება არ უნდა თავის. ჩვენ მოგვიწევს მთელი საქართველოს მასშტაბით. ხანგრძლივი ბრძოლა არ იქნება. მინდა რომ გვესმის ეს და ვიცი რომ გესმის. ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი ჩვენ მოგვიწევს. მთელი ქვეყნის დიდ ქალაქებში ამ საპროტესტო კამპანიის გაგრძელება, იმიტომ რომ მოვიცვათ მთელი საქართველო და ერთად უთხრათ ამ ხელისუფლებას. არჩევნებს არ გადაკარგებინათ. ეს არის ჩვენი ლეგიტიმური და ჩვენი მთავარი მოთხოვნა.
ძალიან ახერხებულია ამ დროს რესპუბლიკური პარტიის ყველა ლიდერი, მაგრამ ერთი განსაკუთრებით ლევან ბოსტენიშვილი. კბენს ხოლმე რაღაცა არასწორად გამჩნევს. და მინდა გითხრათ ის რაც ისედა ციცით ამ ხალხს არაფერი საერთო არ აქვს დასავლურგილებულებებთან. ეს არის ხალხი, რომელიც ხელისუფლებას მოიგებს იმისათვის, რომ განაგრძელოს ძალაუფლება და დღეს ხო ჯარი გამოიყენეს, რომ ხმები ჩაეყარათ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ რო ესენი არ ვაგებინოთ პასუხი და არ გადავაყენებინოთ, ჯარი გამოიყვანენ მერე რომ მოქალაქეები და ადამიანები მშვიდობიან. თინახიდაშა ამის მიღებას არ მივიწევთ ჩვენ. ეს უნდა გაიგოს ყველა. ხელისუფლებაში მოვიდა რესპუბლიკელების სახით. ის ხალხი, ვისაც თქვენი ლეგიტიმაცია არ აქვს საერთოდ, არ უჭერს ქართული ხალხი ხალხს. და უნდა გამოვაძეოთ ამ ხელისუფლებიდან ისინი. და ნორმალურ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და ერთი ნახავენ რამდენ ხმას აიღებენ. რადგან დავით ახალმოურავი შემოგვიერთდა საქართველოს პარტიის ალიანსის თავმჯდომარე გამარჯობა მოგესალმებით სულწოდას. დიდი მადლობა რომ მომძალეთ. ძალიან სამწუხაროა რომ 30 წელიწადში 25 მაისს საქართველოს მუდმივად უწევს ბრძოლა ყველაფერს. ბრძოლა თავისუფლებისთვის. უამრავმა ქვეყანამ მიაღწია ამასობაში სიკეთეს გაიხარა ხალხმა. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ვერ გაიხარა და რატო? 25 წელიწადში ამ ქვეყანას კისერზე აზის სხვადასხვა სისხლისწოველები. დღესაც იგივე დრო არის. და ჩვენ აუცილებლად უნდა დავამარცხოთ ეს ხალხი. აი ეს უნდა გავიგოთ. ერთი თავრობა მეორე სულის სანამ თავრობა მოვა. ყველა თავრობა ხალხს მიღდება, რომ მოვა და იქნება თავისუფლება, დამოუკიდებლობა. ყველა კარგად იქნება, ყველა გაიხარებს, როგორც კი მოვა. იმ წუთასვე ხალხს აღშობა ისესზე. ეს უნდა დავამარცხოთ. ყველა თავრობა როგორც კი მოვა, იწევს მარტო თავის თავზე. კაცი რომელიც დაждდება სამწე ფიქრობს მხოლოდ იმაზე, ეს კაცი როგორ კარგად მოიხოს დიდი ხანი. მარტო ფიქრობს თავის თავზე, თავის შვილზე, ბიძაშვილზე მეგობარზე. მეტი არავისზე. აი ეს არის უბედურება, რომელსაც აქედან მოდის მერე არჩევნების გაყალბება. აქედან მოდის ყველანაირი სხვა უბედურება, ქვეყნების ტერიტორიების განიავება, გაჩერდება. ჩვეულებრივი ხალხი მუდმივად იჩაჭება. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ამას მოვევიოთ. მაგრამ ეხლა უნდა გვესმოდეს, რომ მორიგჯერ აბსოლუტურად სამართლიანად გაყალბა არჩევნები და ამ თემას ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გამოვხდიოთ. ყველაფერი ჯერ უნდა წარმართოს ამ თემის სიხშირე. რატომ? იმიტომ რომ ეხლა ეს ხელისუფლება პირველ რიგში ის რესპუბლიკური პარტია, რომელმაც ყველაფერი მოიპარა. ეხლა მსოფლიოს არწმუნებს, რომ თვითონ გაიმარჯვა და ჩვენ ვართ რაღაცა აგრესიული ფაშისტურად განწყობილი ხალხი, რომელსაც უბრალოდ არაფერი არ მოგვწონს. ამიტომ უნდა ამ არჩევნების თემის ირგვლივ ვიბრძოლოთ ჯერჯერობით. ჩვენ ეხლა გვიყურებს საზღვარგარეთიც და ქვეყნის შიგნითაც ხალხი. პირველი რაც მინდა ვთქვა, დღეს აუცილებლად შვიდობიანად უნდა დავასრულოთ ყველაფერი. ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია, იცით თქვენ. ჩვენ ეხლა აქედან, ჩვენ გვაქვს ჩვენი მოთხოვნები, ამაზე ვისაუბრებთ. ჩვენ აქედან სულელობით წავალთ, მივალთ თავრობის სახლთან, სადაც მთელი ხანი დავჩებით და იცით თქვენ, რომ ჩვენ ვიწევთ ჩიმშილობას. ირმა იმაშვილი, ადამ არშანია,
ელჟარსმიციანი იცნობს ამ ხალხს ყველა. კიდე დაახლოებით 20 კაცი დაიწყებს უვადო შიმშილობა. მაგრამ არავის არ უნდა ეგონოს, რომ ეს იქნება მხოლოდ შიმშილობა. რამდენიმე დღეში შიმშილობა ასევე დაიწყება ბათუმში, ქუთაისში, ყველა დიდ ქალაქში, ზუგდიდში, თელავში, ასე ნელ-ნელა მოიცავს ქვეყანას. უნდა იყოს გასაგებია, ეს იქნება ბრძოლა, რომელსაც დათმობა არ იქნება, არავის არ შეჭრება. მერე დაიწყება მუდმივი აქციები. როგორც იყო ადრე სააკაშვილის რეჟიმის დროს. აი ეს 2 საათზე დაიწყება აქცია, სახალხო გაზრდება ყოველდღე. ჩვენ უნდა ყველა გავითავისოთ, თუ ეხლა ეს ხელისუფლება არ დავამარცხეთ, თუ არ ვაიძულეთ, რომ ყველა ის პირობა დააკმაყოფილოს, რასაც ხალხს პირდებოდა არჩევნებამდე და რასაც 10 წელი თვითონ ლაპარაკობდა ეს ხალხი. ეხლა თუ არ გავაკეთებინეთ, ეს იქნება ახალი რეჟიმი, ისეთივე როგორც სააკაშვილის რეჟიმი. შეიძლება ეხლა ხალხი არ აწარმოოს ამის იმედი მაქვს, მაგრამ 10 წელი მერე გავჭირდება ამათა ბრძოლა. ეს რეჟიმი იქნება ქართული ხალხის გადაგვარებისთვის მიზანმიმართული. აი ეს საშიშროება უნდა გავიგოთ. რას ვთხოვთ ეხლა? რას ვთხოვთ ეხლა? ჩვენი მოთხოვნები შედგება 2 ნაწილისგან. პირველი ნაწილი მოთხოვნების ეხება გამყალბებლების დასჯას. უნდა სისხლის სამართლის საქმე აღიქვას და დაისაჯოს ყველა გამყალბებელი. და თანამდებობიდან გადადგეს ყველა გამყალბებელი. ეს ერთი ნაწილი მოთხოვნების. მეორე ნაწილი. მეორე არჩევნებს ეხება. კიდევ ერთხელ მინდა რომ გესწრებით. თუ ეხლა არ ვაიძულეთ ეს ხელისუფლება რომ შეცვალოს კანონები, საარჩევნო კანონები, ვერასოდეს ვერავინ ვერ მოიგებს ამ არჩევნებს. მუდმივად იგივე განმავლობა. ამიტომ პირველ რიგში, პირველი ყველაზე მთავარი მოთხოვნა, რაც უნდა გქონდეს, არის ის, რომ ყველა დონის თანამდებობის პირები, ყველა მინისტრიდან დაწყებული, გამგებლი, დამთავრებული კი არა, არ ვიცი, სკოლის მასწავლებლები დამთავრებული. ყველას აეკრძალოს არჩევნებში რომელიმე კანდიდატის მხარეზე მონაწილეობა, დახმარება მისთვის. და ეს იყოს მძიმე დანაშაული სისხლის სამართლის მასალაზე. აი ეს აი თავად რასაც უნდა მივაწვიოთ. სხვანაირად თავისუფალი არჩევნები არასოდეს არ იქნება ამ ქვეყანაში. მეორე ამის გარდა ნუ ყველი ხარცა თემას მოვაწყდები გეოგრაფიის კიდევ. რასაც მე ვამბობ, ეს არის მოთხოვნა. მეორე შეიცვალოს უნდა თლიანად საარჩევნო გარემო. იცით თქვენ რომ საარჩევნო კომისიები არსებობს. ნაცნობროებასაც კი 13 წელში ყავდა 7, ამას ყავს 11 წევრი, 11. მეთორმეტე ნაცნობროებას ყავს, ჩვენ მაგალითად კვალიფიციური პარტია ვართ, ანუ დავიმარჯვეთ წინა არჩევნებში, მაგრამ არც ერთი წევრი არ ყავს. ეს მეორე, მესამე, გაუქმდეს მაჟორიტარული არჩევნების სისტემა. რასაც თვითონ ესენი 10 წელი იყო. ეხლა უნდა თანაბარი საერთო დრო უნდა იყოს, თანაბარი დაფინანსება პარტიებში. ეხლა ვანონები ვართ, იცის ყველა მონდაკლა ეს ვარვარი ჩამოვარდა. აი ეს სიმახინჯეები ყველაფერი უნდა შეიცვალოს და გაუქმდეს უნდა სპეციფიკები. რაც თავარია, არჩევნებზე მისვლა უნდა გახდეს სავალდებულო. უამრავ ქვეყანაში სავალდებულო არჩევნებზე მისვლა. აი თუ ეს მოხდება, მე რა ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს. ეს არის ჩვენი მოთხოვნები. ამის იქით ეხლა არაფერს არ ვიყო, მაგრამ ამისთვის უნდა მივდოვოთ ბოლომდე და პრინციპულად. ეხლა ხელი აწიეთ ყველა, ხელი, სულ ყველა ხელები აწიეთ. ამას რა მნიშვნელობა? ეხლა გვიუჩვენებენ რაღაცნაირად.
მაჩვაჭილი გონეს რესპუბლიკური პარტია როა დავდივარ შეიარაღებულები გვინდა რომ ვიღაცას ვესწავლოთ ხელები აწიეთ ყველა რომ ჩანდეს რომ არავითარი არავინ არა შეიარაღებულები ყველა მშვიდობიანად უნდა იყო მიმოწვეული ჩვენ ორგანიზატორებს მინდა ვთხოვო, როგორც ვაკეთებთ ხოლმე 10 წლის მანძილზე, გავაკეთეთ კორდონი, რომ გავიდეთ წინ ჩვენ ნელ-ნელა გავაკეთეთ პატარა კორიდორი. ეხლა კორიდორი გავაკეთოთ, ტელევიზიიდან გამოვიდეს, სულ ორი კაცი ისაუბრებს გასა. მეტი არა. ჩვენი მისანი რაც არის, იმას არ უნდა გამოვიდეთ. ეხლა უნდა დავიწყოთ მოძრაობა მთავრობის სასახლეში. ამიტომ პატარა კორიდორი გავაკეთოთ, რომ გავიდეთ ჩვენ წინ და ნელი ტემპით მიმოძრაოთ. ნელი. ბევრი ხალხია სინამდვილეში ძალიან, ზემოდაც, იქითაც აუცილებლად უნდა დავანახოთ ხელისუფლებას, რომ ბევრი ვართ, იმიტომ რომ ეხლა დაიწყებთ წერას ტელევიზიის თუ 1000 კაცი მოვიდა, 2000 კაცზე მეტი არ იყო. ამიტომ ნელის ყველა უყურებრივ დავიძრათ წინ, გააკეთეთ კორიდორი, რომ წინ გავიდეთ. იქ კიდევ ვისაუბრებთ, დიდი მადლობა ყველას. შვიდად მივდივართ წინ.